წარმოიდგინეთ არსება, რომელიც ბნელ მღვრიე წყლებში ბინადრობს და სხეულში იმდენ ენერგიას ატარებს, რომ შეუძლია 10-12 ნატურა ერთდროულად აანთოს. ეს არ არის ფანტასტიკური ფილმის პერსონაჟი, ეს ელექტრული გველთებზაა. ბიოლოგიური სუპერძალა, მიუხედავად სახელისა, ის სინამდვილეში კობრისნაირთა ნათესავია. მისი სხეულის 80% სამი უნიკალური ორგანოსგან შედგება, რომლებიც ერთგვარი ბიოლოგიური კონდენსატორებია. 6000-ზე მეტი სპეციალიზებული უჯრედი, რომელთაც ელექტროციტები ეწოდება, მწყრივშია განლაგებული. როდესაც გველთებზა ნერვულ იმპულსს აგზავნის, ეს უჯრედები წამიერად ქმნიან ძაბვას, რომელიც ხშირად 860 ვოლტს აღწევს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერ საყოფაცხოვრებლო როზეტში. წლების განმავლობაში მეცნიერებს ლეგენდად მიაჩნდათ ნატურალისტ ალექსანდრ ფონ ჰუმბოლტის 1800 წლის ჩანაწერი, სადაც ის აღწერდა, როგორ ხტებოდნენ გველთებზები წყლიდან და თავს ესხმოდნენ ცხენებს. მხოლოდ 2016 წელს ბიოლოგმა კენეტ კატანიამ ექსპერიმენტულად დაადასტურა ეს ქცევა. როდესაც გველთებზა გრძნობს, რომ საფრთხე წყლის ზემოთ არის, მაგალითად მტაცებელი ცხოველი, ის ნახტომით ამოდის წყლიდან და სხეულით ეკვრის მსხვერპლს. ასე დროს დენი პირდაპირ წყლისგან გაუფანტავად გადადის ობიექტზე, რაც დარტყმის ძალას მაქსიმუმამდე ზრდის. როგორ არ კლავს საკუთარი დენი? ეს მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. სავარაუდოდ გველთებზას სასიცოცხლო ორგანოები, გული და ღვიძლი სხეულის წინა ნაწილშია კონცენტრირებული და გარშემორტყმულია სქელი საიზოლაციო ცხიმოვანი ქსოვილით. გარდა ამისა, წყალი, რომელშიც ის იმყოფება, მუხტის დიდ ნაწილს გარემოში ფანტავს, რაც თევზს თვით ელექტროკუციისგან იცავს. გველთებზა არა მხოლოდ კლავს დენით, არამედ მართავს მსხვერპლს. ის გამოსცემს ორმაგ იმპულსს, ეგრეთ წოდებულ დუბლეტს, რომელიც აიძულებს ახლოს მიმალულ თევზებს კუნთების უნებლიე სპაზმი განიცადონ. ეს მოძრაობა წყალში ვიბრაციას ქმნის, რის შედეგადაც გველთევზა ზუსტად პოულობს მსხვერპლის ადგილსამყოფელს და საბოლოო გამანადგურებელ დარტყმას აყენებს. ელექტრული გველთევზას დენს შეუძლია ზრდასრული ადამიანის გულის რიტმის დარღვევა ან გონების დაკარგვა გამოიწვიოს, რაც მღვრიე წყალში დახრჩობის ტოლფასია. აი ასეთია ჩვენი სამყარო.